ევროკავშირმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რეზოლუცია ეხება ევროკავშირის სტრატეგიას შავი ზღვის ქვეყნებთან მიმართებაში. კალანდაძის განმარტებით საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაქტი, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კეთრინ ეშტონს პირდაპირ მიმართავს, რათა მან რუსეთს 2009 წლის 12 აგვისტოს დადებული შეთანხმების შესრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოუწოდოს. კალანდაძის განმარტებით, ევროპარლამენტი ამ რეზოლუციაში პირველად ადგენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის როგორც ოკუპანტი რეგიონის პოლიტიკურ და იურიდიულ სტატუსს. ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში პირველად ადგენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ და იურიდიულ სტატუსს როგორც ოკუპაციას. და ამავდროულად საუბრობს იმაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა დარღვევას ყოველდღიურად და მოუწოდებს ევროკავშირის სპეციალურ სტრუქტურებს იმისაკენ, რომ მათ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ყოველ ამ ფაქტზე.